პირველი კადრები სტიქიის ეპიცენტრიდან ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელი კურსებით 12 მარტს გამთენიისას დაძრულმა მეწყერმა ფაქტობრივად მიწასთან გაასწორა. სრულად დაინგრა 10 საცხოვრებელი სახლი, დაზიანდა ათობით ნაგებობა და სოფლის სასაფლაო. ჩამოშლილმა მიწის მასამ თითქმის 60 ჰექტარი მიწის ტერიტორია მოიცვა. აღარ არსებობს სამანქანო გზები 45-ზე მეტმა ოჯახმა, რომელიც ახლა დროებით სასტუმროში ცხოვრობს, არ იცის როგორ აუნაზღაურდება ზიანი. დამეწყრილ სოფლებში ახლა მხოლოდ მიტოვებული ცხოველები და ფრინველები არიან დარჩენილი. კობახიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ივანიშვილმა მოსკოვის მექანიზმის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ შეკვეთილში დაიბარა, თუმცა ადასტურებს, რომ ბოლო დღეებში მასთან სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა. მისი თქმით, ივანიშვილი შეკვეთილში საერთოდ არ იმყოფება. კობახიძის ინიციატივა, რომლითაც 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების გამბაჟება თითქმის 6-ჯერ ძვირდება პარლამენტში, უკვე ინიცირებულია, ოცნება მის განხილვას დაჩქარებული წესით აპირებს. 2020 წელზე ნაკლები ასაკის ავტომობილებზე აქციზი 1 კუბურ სანტიმეტრზე 80 თეთრიდან 4.9 იზრდება. შედეგად ყველაზე ეკონომიური მანქანის გამბაჟება 6700 ლარზე მეტი დაჯდება. ირანული შაჰიდების იერიშის შედეგად დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე საწვავის აუზს ცეცხლი გაუჩნდა. კონკრეტული აეროპორტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სატრანსპორტო ჰაბია.